გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს არის ქართული ერთობის დრო, რომელიც შემდგომ გადადის მეცნიერთა კონგრესის დროში და 3-დან 6 საათამდე ორი სხვადასხვა გადაცემით ქართული ერთობის დარბაზი და მეცნიერთა კონგრესი ზოგიერთ მოსაზრებას წარმოგიდგენთ მიმდინარე მოვლენებთან, პროცესებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ორნი ვართ და სპეციალურად გადავწყვიტეთ ასე, იმიტომ რომ ჩვენ ორივენი ვართ დამოუკიდებლობის აქცე ხელმომწერნი, ბატონი თენგიზ დიხამინჯია, ყველაზე საინტერესო პიროვნება და აი პირველი პარლამენტის, ანუ პირველი უზენაეს საბჭო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ აი მოკლედ დიდი პერიპეტიები რომ გადაიტანა, იმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი, თუნდაც იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ასეთ საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ბატონი თენგიზი თავის მოსაზრებას მოგახსენებთ, მე ჩემ მოსაზრება მინდა გითხრათ, რომ რა განწყობა იყო მაშინ. 90-იანი წლების საქართველო იყო სრულად განსხვავებული საქართველო, ანუ ეროვნული მუხტი იყო რაღაც წარმოუდგენლად ძლიერი, ყველა განწყობილი იყო რაღაცა იქ შინაგანად იყო მომართული საქართველოსთვის, ყველა გზნობდა იმას, რომ მის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა, მის ხმას მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გადამწყვეტი მომენტი იყო ქვეყნისთვის და ამ გადამწყვეტ მომენტში ქვეყანამ თქვა სასწაულის სიტყვა მაშინ და ეს გამოჩნდა როგორც არჩევნებზე, ასევე გამოჩნდა შემდგომ რეფერენდუმზე, შემდგომ ყველა იმ ღონისძიებასა და აქტში იმდენად დიდ ტემპში მიდიოდა ქვეყანა, რომ რეალურად გარკვეულ ძალებს დასჭირდათ, რომ შიგნით დაპირისპირება შეექმნათ ხელოვნური, მე ასე ვიტყოდი, რომ საქართველოს ყოველთვის ეწირება ხელოვნურ დაპირისპირებებს. ხელოვნური დაპირისპირება არის ყველა ის დაპირისპირება, რომელსაც პატრონი გარეთ ყავს. და ამიტომ მოხდა ისეთი რამ, რაც იმის შემდგომ ვეღარ ჩერდება ამ ქვეყანაში, ანუ მოქმედ პოლიტიკურ ძალას ყოფენ, უპირისპირებენ ერთმანეთს, ასე იყო ზვიადგამსახურდიას დროს, მერე ჯგუფი, რომელიც ზვიადგამსახურდიას საშუალებით მოვიდა პარლამენტში, რომ არა ის 99% ბატონი თენგიზი დამეთანხმება და ვერც თვითონ და ჩვენ ძალიან ბევრი ალბათ ვერ ვიქნებოდით პარლამენტში, რომ არა ის განწყობა არ ყოფილიყო. ესე იგი, მერე გარკვეული ჯგუფი დადგა შევარნაძესთან, მერე იგივე ჯგუფმა შევარნაძეს უღალდა და მერე შევარნაძეს გაუყვეს ეს ისინი და ატყდა შიგნით ერთმანეთში დაპირისპირება, მერე მოვიდა მიხეილ სააკაშვილი და სააკაშვილის გაუყვეს. ნუ ეხლა ესე გაყოფილი არის და მოდის. ესე იგი, აი ამიტომ არის მეცნიერთა კონგრესი, იმიტომ გადაწყვიტა გარკვეულმა ჯგუფმა და მე ბატონი თენგიზი და მე ვართ ერთნი ამაში და მოვყვებით თავიდანვე ამ განწყობას, რომ ეხლა დადგა დრო, რომ ეს პროცესი გაჩერდეს, საჭიროა მეცნიერული ანალიზი, ყველაფრის გაანალიზება სერიოზული და მეცნიერებაზე დაყრდნობით ქვეყნის მომავალზე ფიქრი. აი ამიტომ იყო რომ ჩვენ ცოტა ვთქვით რომ სხვა გზას ვირჩევთ. დღეს ახლა სხვა საუბარი უნდა გქონებოდა, გულწრფელად გეუბნებით, აი აგერ ძალიან საინტერესო ავტორები ამ წიგნის შემქმნელები, საქართველოს ინტეგრალური რესურსები, ანუ ეს არის რეალურად ასე იგი ინვენტარიზაცია ქვეყნის და ძალიან კარგ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე ვფიქრობ ჩვენ შეზღუდული შემადგენლობით სამშაბათს, სადაც მოხდება ამ წიგნის წარდგენა და ჩვენ დღეს ამაზე უნდა გვესაუბრო, მაგრამ წუხელ გვიან ღამით, რა ვიცი, ბოლო რომელი საათი იყო ალბათ შვაღამისას, როცა ვისაუბრეთ მე და ბატონმა თენგიზმა, ვიფიქრეთ იმაზე, რომ ყველა სხვა საუბარი გადავდოთ და მიმდინარე პროცესები რაც არის, ამაზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება პირველ ნაწილში. მე ამისთვის ბატონ თენგიზ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, იმიტომ რომ სწორია დღეს დავაკვირდი ძალიან ბევრ რამეს და გავაანალიზეთ, სწორად ვხედავ, სწორი გადაწყვეტილება მგონია რომ მივიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვთ ამ წინა გადაცემებში გქონდა წინა რამდენი ანუ ბოლო პერიოდის და საერთოდ ყოველთვის ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ შიგა დაპირისპირება არის ყველაზე დიდი უბედურება ქვეყნისთვის. ეს არის აი ტერი იმარჯვებს ჩვენზე შიდა დაპირისპირებით. აი, როდესაც ეს ხდება, ეს არის კატასტროფულად მძიმე ქვეყნისთვის. ხო და ამიტომ რაღაც გჭირდება ყველას ჩვენ, რაღაცის გააზრება გჭირდება, რაღაცა იქ ყველა ფიქრობს, რომ ოღონდ ლიდერი იყოს და ქმნიან ახალ გაერთიანებებს, ქმნიან ახალ პარტიებს, ქმნიან რაღაც ათასნაირ რამეებს და ასე იგი ნაცვლად იმისა, რომ ერთობა შევქმნათ, ისევ ანაწევრებთ ამ ქვეყანას. მეცნიერთა კონგრესი აერთებს. როგორც იტყვიან
უფალი აერთებს და ეშმაკი ყოფსო და ნუ ესე იგი აი ეშმაკი აზროვნებს ჩვენით, როდესაც ჩვენ სწორად არ უმოქმედებთ და სწორად არ ვაზროვნებთ. რეალურად აი ესაა დღეს საქართველოში ყველა მართალია და ქვეყანა თავზე გვენგრევა. ესე იგი რამდენი ჯგუფით შეიქმნება, ლაპარაკობს პროგრამა მაქვს, ჩვენ ვართ, ჩვენ ვიცით, ჩვენ უნდა და ასე რაღაც წარმოუდგენელი. ილია ჭავჭავაძე საერთოდ გაწეულია ზონიდან, როგორც იტყვიან, მუხეშად ვამბობ ამას, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე ამბობდა ნაკლები მე და მეტი ჩვენო, მეცნიერთა კონგრესი ლაპარაკობს ამ ტერმინით, რასაც ქვია ჩვენ, ყველა ლაპარაკობს საქართველოში, მე და მე მგონი დავემსგავსეთ ჩვენ მეს იცივი, რომელიც ხოველი გაიძახეს და მე მგონი დავემსგავსეთ ცხრის პარად ვიგეცით ჩვენც და ეს რაღაც წარმოუდგენელი რამეები ხდება. ეხლა მით უფრო, როდესაც ვამბობდით იმის თაობაზე, რომ კარებს ნუ გავხსნით ხალხო, დიდი სახელმწიფო ვერ აკეთებენ ამას, ვერ აკეთებენ, ამერიკა ვერ ახერხებს ამას და დიდი რომელიც გნება თქვენ ჩინეთი ვერ ახერხებს ამას, რუსეთი ვერ ახერხებს, დიდი სახელმწიფოები კარებს არ ხსნიან, ამ პატარა ქვეყანაში კარები გავხსენეთ, ეხლა რაც ირანში ხდება, საქართველოს აი ამ დღეებში თუ ეს გაგრძელდა და ალბათ გაგრძელდება, ჩათვალეთ რომ ირანად შეიძლება ვიქცეთ თუ საზღვრები არ დაიკეტა სასწრაფოდ და რაღაც სხვა ზომები არ მივიღეთ. მე არ ვიცი რატომ უნდა ვებრძოდეთ ჩვენ ქვეყანას ასე და რატომ გონია ვინც ხელისუფლებაშია ისაა მართალი და რატომ გონია რომ ხელისუფლებაში რომ არის ისაც აკეთებს ის ერთადერთია და ერთადერთი სწორია და მე გაირკვევა გარკვეული წლების შემდგომ რომ ერთადერთი სწორი კი არა ერთადერთი არასწორი ყოფილა ის გადაწყვეტილება რომელიც იყო მიღებული. ასე მოდის ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და ჩვენ ვერ გამოვედით ამ მდგომარეობიდან. მე ვერ გეტყვით ახლა ბატონ თენგიზ რომ აი ვთქვათ აი ამ შიგდა დაპირისპირების დროს რომელიმე გამარჯვებული შეიძლება იყოს. მე არ ვიცი ეს. მე არ ვიცი შიდა დაპირისპირების დროს გამარჯვებული შიდა დაპირისპირების დროს ყველაზე მთავარია დამარცხებული ქვეყანა სამშობლო რომლისთვისაც ვითომ ხმამაღლა ვლაპარაკობთ და გონია რომ აი რაღაცას ქვეყანას უგეთებთ. დაპირისპირება არის უბედურება. მე არ ვიცი ღმერთმა ქნას რომ ვწდებოდი ამაში ან ყველა ლაპარაკობდეს იმას რომ მოდით როგორმე ერთობა ზოგმა შეიძლება მორატორიუმი გამოაცხადოს თავის აქტივობაზე. აი ხა გარწმუნებთ მე თქვენ რომ ოპოზიციამ რო გამოაცხადოს ამ ეტაპზე მორატორიუმი და თქვას რომ კი ბატონო რადგან მოგწონთ ეს ხელისუფლება და რადგან მოგწონთ ესენი ჩვენ ვჩერდებით გაცილებით უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იქნება სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ვიდრე ის რომ ყველაფერს აფასებენ ისინი აი ნახეთ დააგვირდით აი ეგერ ძალიან კარგად ერთმა პიროვნებამ აი ეგერ თქვენს მომცემთ მე რომ ეს არის საინტერესო ხელოვანი კაცია პოლიტიკურად როგორც იტყვიან ძალიან დატვირთული ესე იგი და ყველაზე იმით აკაკი სვანიძე და რატომ ნახეთ როგორ იწყებს განა Facebook-ზე ვნახეთ უხელ და მე გვიან სადღაც 2 საათი იყო რომ ველაპარაკე ძალიან დიდხანს ჰქონდა საუბარი და გეტყვით რატო ეს პიროვნება საინტერესო განა ნაცები მთავრობის მისამართით რასაც ამბობენ მართლები არ არიან მაგრამ ამის თქმის არც მორალური და არც ეკონომიკური არც კანონიერი უფლება არ აქვს. ხო პირველივე აბზაცში ხო ვეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ჩვენი პოზიცია რა იყო მეცნიერთა კონგრესი 7 წელია პირველად ნახეთ 7 წლის წინ ითქვა რომ რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს ოპოზიციაზე სწორია, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს ხელისუფლებაზე სწორია, მაგრამ ავიწყდებათ საკუთარ თავზე ლაპარაკი და ებრძვიან სხვას და ლაპარაკობენ სხვაზე. აი მეორე აბზაცი როგორ აქვს? ისევე როგორც ოცნებას აღარ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის არც მორალური და არც კანონიერი უფლება. იგივე აკაკი სვანიძე წეს ამას. ასეთ ტანდემში სინქრონული მოქმედებით ერთ ჩაკეტილ მოჯადოებულ წრეში ატრიალებენ მთელ ქვეყანას და მიაქანებენ უბსკულისკენ. ასე იგი, აი ეს არის ვთქვათ ის რაც რატო არის საინტერესო ეს აკაკი სვანიძის ისა და იმიტომ როდესაც მე საპრეზიდენტო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ დაინიშნა, მე ამ პიროვნებას არ ვიცნობდი დამირეკა ხელოვანი ბათუმის თეატრში იყო მაშინ ჩამოვიდა, ნახე უაღრესად ინტელექტუალური პიროვნება და მითხრა რომ მე ხო ვიცი რომ წაგებულ თამაშს თამაშობ, მაგრამ მე შენს გვერდით ვიქნებია. ანუ მაშინ გაბედვოლ უნდოდა ამას.
და იმ ხუთმა კაცმა ვინც წარმადგინა მე რო ვთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად ერთ-ერთი ეს კაცი იყო მას არ უცდია მაშინ ეს არის 2003 წლის რევოლუცია რომ მოხდა და რაღაც მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს და ბატონი არსენიშვილი ფილოსოფოსი და ნუ ძალიან კარგი ჯგუფი მაგრამ აი ეს პიროვნება ხედავთ როგორი საინტერესო ის ქონდა მას მაშინ და მე ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილს მე ვერ გეტყვით ცოტა ალბათ ადამიანი რომელიც ისე დაუდგა გვერდით როგორც ეს კაცი შტაბში მუშაობდა იქ იყო აი ჩვენთან მოვა ის გადაცემებში და ყველა მიხვდება რომ საინტერესო პიროვნებაა და ასეთი ადამიანებისთვის ხელისყრა სწორი არ არის აი ამ კაცის შეფასებას რომელმაც შიგნიდან იცის ბუნება შიგნიდან იცის როგორც ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის ასევე ოცნების ჩვენ ამ დღეებში თუ დღეს არა შეიძლება მე შემოგვიერთეს შალვა ხაჭაპურიძე ჩვენ გვინდოდა რომ გელა ნიკოლაიშვილი და შალვა ხაჭაპურიძე ყოფილიყვნენ რა წუხელ რუსაუბრობთ მე გადავწყვიტეთ რომ გელა ნიკოლაიშვილი არის ამ შემთხვევაში სააკაშვილის წინააღმდეგ და სააკაშვილის დამცველია მაგრამ ყოფილიყვნენ ერთად საერთოდ საინტერესო ასეთი ადამიანების ერთად ყოფნა და რატო ეშინიათ მე არ ვიცი ამ ადამიანებს არ ეშინიათ მე ვამბობ ხალხს ატო გონია რომ ადამიანის თავისიანი უნდა მოიყვანონ ჩვენც არ გვაქვს ბევრ რამეზე გვიჭიდავებია და გვიკამათებია და რაღაც ნორმალურია და რა არის არ უშლის ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს მაგრამ აი ამ შემთხვევაში რატომ იყო თუნდაც ხაჭაპურიძე და რატომ არის საინტერესო მომავალში რომ მოვიდეს აქ ის იყო პირველი რომელმაც როდესაც მე შევარდნაძეს სარჩელი შევიტანე სასამართლოში და როგორც გუბერნატორმა სარჩელი შევიტანე და ვთქვი რომ არასწორად გაყიდე პრეზიდენტო საავტომობილო ქარხანა ელექტრომექანიკური სატრაქტორო და ვიბძოლე რომ დაბრუნებულიყო აი ეს კაცი იყო მიიღო პირველი გადაწყვეტილება ანუ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს არ შეეშინდა 2-3 გადაწყვეტილება მიიღო როდესაც მე უპირისპირდებოდი ესე იგი მართველი პარტია ვინ იყო მაშინ შევარდნაძე და სააკაშვილი ორივე ეს დავიწყებული როცა მათ უპირისპირდებოდი და როცა ხო ნუ რა თქმა უნდა მაგრამ აი ის იყო გენერალური მდივანი და ამიტომ ამბობ ანუ შევარდნაძე იყო თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ანუ მთავარი ფიგურა იყო სააკაშვილი ხო ყველას რო ავიწყდება ეს და გონიათ რომ სააკაშვილი პრაქტიკულად შექმნა შევარდნაძემ და ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი ბრალი რაც მას შეიძლება დაედოს ის კი არ არის სააკაშვილის მიმართ რომ სწორი ყოფილიყო დამოკიდებულება შევარდნაძის ამხელა უფლებები არ მიეცა შეიძლება სააკაშვილის გადარჩენილიყო და ისინი შევარდნაძე უბრალოდ იმის გამო რომ აი ვითომ თავისი კომუნისტური წარსული და ისინი დაერქმნო ამათ მიცა ყველაფერი უფლებები და იმის შემდგომ ის ახალგაზრდების დაიღუპნენ ქვეყანას დაგვეცა ხო თავზე ეხლა მე დღეს ხო არ ვამბობ ამას პირველად 97 წლის 13 იunis პარლამენტში უპირატესობით უფლება ხო ნუ კი ბატონო ხო მაგრამ ეხლა შეხედეთ აი რატო იყო კიდე ვთქვათ იგივე ხაჭაპურიძე ისა ხაჭაპურიძე იყო ოცნების წევრი და კენჭს იყრიდა თეთრწყაროში ოცნების იმით და ანუ იმათ შიგნიდან იცის ეს პარტია მაჟორიტარი დიახ მაჟორიტარი ამავე დროს აგერ მხარდამჭერი ახლა ის იყო ეს მოთამაშე კი არ არის ადვოკატია და უბრალოდ ადვოკატი ყველას დამცველი შეიძლება იყოს ახლა ეს ცოტა არასწორად ესმეთ ხო და ამიტომ ორივე შიგნიდან იცის ეს ბუნება აი რას მეუბნება წუხელ მეუბნება რომ ესენი ერთიც და მეორეც გარედან მართულიაო ორივე სპეცსამსახურებით იმართებიანო ესენიო ერთი მიდან ევროპა ამერიკიდან და მეორე ვთქვათ კრემლიდან რაღაც ესე იგი სასწაულად სწორ დასკვნებს აკეთებს უკვე ძლიერდება ქვეყანაში მე ამიტომ ვამბობ რადგან ჩვენ ორნი ვსაუბრობთ ახლა და გვაქვს გარკვეული დრო ბატონ თენგიზ მე თქვენს ისეთივე რაოდენობით ამინდა რომ ვისაუბროთ რომ ის კი არ იყოს რომ მე ჟურნალისტი ვარ და თქვენ გეკითხებით არა მე ვისაუბრებ ამიტომ მე პოზიციას ვაყალიბებ თავიდანვე იმიტომ იყო ეს საინტერესო მეთქი რომ ყოფილიყო და იქნება ეს მომავალში ჩვენთან კი რა თქმა უნდა იქნება აი ხედავ თქვენ ახლა როგორი დამოკიდებულება აი ახლა მე ძალიან ბევრს წუხელ მე ვეუბნებოდი რატო იჭერთ აი თქვენი აღშფოთება იყო სტუდენტ ამ ახალგაზრდები რომ დაიჭერეს 4-5 წელი მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი ყოველგვარი დაჭერის კატეგორიული წინააღმდეგი და ამას ვამბობ ხმამაღლა იმიტომ რომ როდესაც ჩავედი ესე იგი ქუთაისში ქალაქის მერად კაცი არ დამიჭერია
და ვიხსენებ, როცა ჩავედი ახალი ესა ვარ და მოვიდა პოლიციის უფროსი და მეუბნება რომ ჯერ დამირეკა სამხარეო ესე იგი ქალაქის პოლიციის უფროსმა რუბენ ასანიძემ მეუბნება რომ მე არა ვარ ქალაქში და მოვაო ერთი პიროვნება ნუ ადრე ხონში იყო ის პოლიციის უფროსად მე ქუთაისში გადმოიყვანეს აქეთ და მითხრა მოვაო და მოვიდა ეს პიროვნება და მეუბნება გახარებული შემოვიდა ჩემთან ოტე იოსელიანი იყო კაბინეტში და შემოვიდა და მეუბნება რომ ესე იგი სიხარულით ამბობს იმას რომ ავტოქარხნის დირექტორი დავიჭირეთ რა გიხარია ბიჭო მე პროფესორი კაცი ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული დირექტორად მე მასზე ძალიან ნაწყენი ვიყავი იმიტომ რომ პარლამენტიდან რო წავედი მაშინ დავწერე ავტოქარხანაში მუშად მიმიღეთ თქო და ეს შეშინდა და ჩემ განცხადებას მოგიდა ხელი და წამოიღო თბილისში და ნუ შეათანხმა იმასთან ახლა თქვა ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელი ავტოქარხანაში ითხოვს მუშად დაბრუნება და გულწრფელად მინდოდა მივსულიყავი რომ ამ ხალხს რომ მე არა ვარ ამ თანამდებობების მონა და ინანებთ ძალიან ბევრ რამეს თქო და მართლა ძალიან კარგ ნაბიჯს გამდი რა ნუ უფალმა მიკარნახა ეს მაგრამ ის იმდენად შეშინდა რომ მე უნდა ყოფილიყავი უკმაყოფილო მაგრამ იმდენად და ოტე იოსელიანი გაკვირვებული მიყურებს ხო და მე ვთხარი რა გიხარი ბიჭო კაცის დაჭერა პროფესორი დოქტორი კაცი დაიჭირე მეთქი სასწაულად კარგი პიროვნება იყო ის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი იყო ჩემს დროს და მე გადაიყვანეს ავტოქარხნის დირექტორად როდესაც თქვა გვალი მაგინა მოვიდა როგორ კი ახლა შუბლაძე და ანუ ესე ძალიან საინტერესო და კარგი პიროვნება გარდაიცვალა საწოდა იმდენი აწამეს და დაგაწვალეს და რა გიხარი ოტე იოსელიანი იყო გაკვირვებული პირველად ნახეო ხელმძღვანელი ამბობს რომ რა გიხარიათ რომ დაიჭირეთ მე ვთხარი დაჭერით არაფერი არ გამორიცხულია მეთქი ეს ვინც ამას ფიქრობს ის საერთოდ ქვეყანაზე არ ფიქრობს მეთქი რა მე ოტიამას და ბევრმა ვინმე მითხრა რომ აი ეს დირექტორები ერთი კაცი არ დამიჭერი ერთი კაცის ხელი არ მომიგდებია ერთი მიტინგი არ დამირბევია ერთ მიტინგზე კაცი არ დაგვიჭერია არაფერი და ქუთაისში ვინმეს ახსოვს რაიმე რომ იყო რატომ იმიტომ რომ მე მეცნიერებს ვეყნობოდი მეცნიერებს ვეთათბირებოდი ვსწავლობდი ამ გამოცდილებას კარნეგი წავიკითხე სასამართლოს თავმჯდომარესთან ჩემ ცხოვრებაში არ დამირეკია საერთოდ არჩევხვედრი ვარ ჩემთან არ მომიწვევია მის კაბინეტში არ მივსულო რა მოდი რომ სულ ეს რო კომუნისტური ეპოქაზეა ლაპარაკი გასო და მაშინ მე რომ ამბობ ხო დღეს ეს მაგრამ მე მაქვს ამის უფლება რომ ვილაპარაკო და აი ძალიან ბევრი რო გამოდის ახლა მაგალითად ხო გასაგებია და წამოძახებით შეიძლება რაღაცა წამო მაგრამ იმას პასუხს ვაძლევ იმიტომ კი არა რომ თავი ვიმართლო იმიტომ რომ მე ხალხს უთხრა რომ ხალხო იმედიანად იყავით იყვნენ ადამიანები ძალიან ბევრი რომლებიც ყველა ეპოქაში გაუძლეს და იმ ადამიანებს უნდა დაფასებოდა რა თქმა უნდა კაცო ეს არის ყველაფერი ამის იმით ეხლა რატომ ვეხები ამას აი რატომ ვლაპარაკობ ამ იმაზე არავითარი დაჭერა ბატონებო პარიზში ქუთაისის დღეები ტარდება 96 წელში და ასე იგი მე ვეუბნები იმას გამოვაცხადე რომ 26 მაისს უნდა ყოფილიყავით იქ დამოუკიდებლობის დღე აგვენიშნა და მე გამოვაცხადე რომ ასე იგი მარტი აპრილი მაისი არც ესეთი შემოწმებელი არ მომეთქი ორგანიზაციებში თქვენ სინდისე იყოს ბიუჯეტში რა შეიტანთ მეთქი აფხელა ბიუჯეტი ქუთაის არ ქონია აი როდესაც ადამიანები სინდისით მუშაობენ და პირველი ხელმძღვანელები სინდისით მუშაობენ და არ არის პოლიტიკური ნიშანი მის ქმედებებში დაჭერა მოხსნაში რაღაც და ასე შემდგომ ის ძალიან სრულად შეიცვლება სიტუაცია ქვეყანაში გარწმუნებ მე რომ აი თქვა რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება რომელიც შურიზიებით არ იქნება ხერხი შიგნით რევაშიზმი და შურიზიება არ იქნება და გვარევალდებულებები არ გააჩნია ჩვენი პროგრამა არის ეს ხელისუფლებაში მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა რომელიც ქვეყნის შიგნით შურიზიებით არ არის და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ გააჩნია ეს არის უმნიშვნელოვანესი რა დღეს მე ბევრი ვინმეს რო ვეუბნები რომ 99 წელში ესა უკაცრავად ესე იგი 99 წელში დავწერე მეთქი აგვისტოში გაზეთში ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნდა ასეთ სათაურით იყო ქუთაისში კენჭეცკი მიყვარს იქ იყო რომ კომუნისტურმა პარტიამ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე და ერთი ეროვნული დიდი გამარჯვება შედგეს ქვეყანაში ეს იყო რომ თქვა აი ნახეთ როგორი იყო მაშინ დიდი ეროვნული სული ხო იყო მთელ ქვეყანაში არა სასწაული ხომ აი ისე მოკლეს აი დღეს რეალურად აი კაცმა შეიძლება ეროვნულზე რო დაელაპარაკო კაც შეიძლება იტყვის რომ ჩამორჩენილიაო და რაღაც ისეთ სისულელეებში არიან ამ იმაში ახლა აი ამ გუშინ რატომ მოვყევი ახლა წუხელ ძალიან ბევრი კამათი მქონდა რამდენიმე პიროვნებასთან და ახლა უკვე თქვენ მინდა რომ გააგზავნოთ რაზე იყო კამათი ნახეთ
აბა რა მეუბნება ჯოხი დაარტყა პოლიციელს დასაჭერია ვეუბნები მაგრამ ვეუბნები რომ აი ტრიბუნასთან რომ დინარაძე იდგა და ის რომ მივარდა მეორე დეპუტატი და რომ ცემა და ცემა ის ატوار დაიჭირეთ მეთქი კარგით დასაჭერია მეთქი კი ბატონო ჯოხი რო დაარტყა მაგრამ ქალბატონმა მისი რა ქვია ადამიანის უფლებათა იმის ხელმძღვანელი რომ იყო ეხლა დღეს პრეზიდენტთანაა ეს ქალბატონი ძალიან კარგი ისინი აქვს მოსაზრებები და ყველაფერი მაგრამ აი რომ მივარდა და როცემა ოხანაშვილს თავში ურტყა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის მოადგილეს რატო არ არის დაჭერილი ესე იგი რა გამოდის ცოტა აჭარბებ ბატონთემო წაარტყა ესე რაღაც ნუ რა მნიშვნელობა აქვს არტყა კი არა კაცო ხო იცი როგორ არის ასე დროს არა მე ვამბობ ერთ რამეს რომ მამარდაშვილი იყო გენიოსი რომელიც ამბობდა რომ მიტინგით მართული ქვეყანა არის დაქცეული ქვეყანა მიტინგებით მართვა არ შეიძლება ქვეყნის ქუჩის პოლიტიკოსებით არ შეიძლება ქვეყნის მართვა აი როდესაც თქვათ მიტინგზე მოყავს ადამიანი მიტინგს ოპოზიცია კი არ აკეთებს ხელისუფლება ქმნის მიტინგის იმას რა ანუ აი პირობებს ეხლა ჩვენ ბევრი რამე გავიარეთ და ვნახეთ ეს ყველა მხრიდან ამაში ამიტომ როდესაც მიტინგზე ვიღაცა ან შეიგინებს ან ჯოხს დაიჭერს ხელში ეს არის რო არ გააკეთოს ის უნდა გაგიკვირდეს იმ ადამიანს რომ იჭერ ყველა პოტენციურად მაშინ ყველა დასაჭერია იქ ვინც არის რა სიძლევა ეს დაჭერები რა გვინდა მე ამიტომ ვამბობ ჩემი პოზიცია არის ერთი რომ ამ ქვეყნის გამარჯვება არის ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა შედეგებს არამედ მიზეზებს მიზეზი არის ის რომ საქართველოში ვერ მოვიდა ხელისუფლება პირველი რომელიც არ იქნება ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული საქართველოში ვერ მოვიდა ხელისუფლება რომელიც არ იქნება ქვეყნის შიგნით თავისუფალი შურისძიებისაგან დრემაშიზმისაგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისაგან თუ კაცები ვართ თუ ხალხი ვართ თუ ქვეყანა გვიყვარს მოვიყვანოთ ხელისუფლება რომელიც ხლის დაჭერაზე და იმაზე კი არ ფიქრობს აი ამ პოლიტიკურ ბატალიებს მეცნიერებათა აკადემიაში ძალიან ცნობილი აკადემიკოსები ამბობდნენ ყველაფერი ამ ხელისუფლებამ სასწაული რამეები რო გააკეთოსო შეწირავო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა შეწირა თელი ქვეყანაო მე არ ვთვლი რომ ნაციონალური მოძრაობა ისეთი ძლიერია რომ იმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ენერგიას უნდა ვხარჯავდეთ და თუ გინდა დღეს შეებრძოლო ნაციონალურ მოძრაობას იმუშავე უკეთესად მე გარწმუნებ და ჩვენ ბევრჯერ გქონია ამაში საუბარი და ერთმანეთი დაგვირწმუნებია რომ ერთ თვეში 6 თვეში დაავიწყდებათ მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილიც როდესაც მოვა ისეთი ხელისუფლება რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ შურისძიებით არ იქნება საქმეზე რომ იქნება ორიენტირებული და რით დაავიწყებს იცით რომ იმდენად კარგ რამეებს გააკეთებენ ქვეყანაში იმდენად კარგს რომ ხალხი იტყვის იმას რომ ჯერ რაში უჭერდით იმათ ხარსო ეხლა ბოლო არის ერთი რამ გუშინ წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ხნის წინ და თქვა რომ ერთიანი მისაღები გამოსტები აღარ იქნებაო ესე იგი ხომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი აი რაშია მეცნიერების ფასი ქუთაისში გავაუქმეთ მისაღები გამოსტები უნივერსიტეტებში წარმოგიდგენი აი ისეთ რამეებს რომ გავაუქმეთ მე როცა ვიყავი ქალაქის მერი თელი რექტორები შეიკრიბნენ შევარნაძესთან და მოითხოვეს ეს ისეთ რამე მაგრამ ამ მისაღები გამოსტებში იყო დიდი ფული და მე უთხარი შევარნაძეს ამას შეცვლით მე წავალმეთქი თანამდებობიდან და ვერ შეცვალა შევარნაძემ ესეც და გაზეთშია გამოქვეყნებული მაგალითად უწყინვალესი პიროვნება იყო ძალიან ძლიერი მასთან ხელმოწერა და მეორე კიდე იგეთ არჩილ კოსტავა მეორე უნივერსიტეტს ხელი მოქვს მოწერილი რომ მისაღები გამოსტების გარეშე 500 კაცი და გამოსტები რით იყო სკოლის დიპლომით აი ესაა თანამედროვე და ვერ ამბობდნენ სკოლაში რო არასწორად დაწერონ მე ვეუბნებოდი რომ ყველა სკოლა დაკარგავს აკრედიტაციას თუ თქვა მისგან მოსულის უნივერსიტეტში რომ მოვიდა პირველ კურსზე კარგი ნიშნები რო დაუწერეს და ვერ ისწავლა იმ სკოლას აკრედიტაცია ყველაფერი არის დალაგებული სისტემა ჭირდება ამ ქვეყანას მეცნიერებს აქვს შემოშევებულია სისტემა ჩვენ პოლიტიკოსების უკან სირბილს და პოლიტიკოსების იმას დავანებოთ თავი მივხედოთ მეცნიერებს მივხედოთ მეცნიერებას მეცნიერულ პროგრამებში გავერთიანდეთ ეს ქვეყანა შეიცვლება და ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ვიქნებით ბედნიერი საქართველოზე ძლიერი ქვეყანა ვერ იქნება მსოფლიოში ვერც ერთი ძალიან არაოცდეთ ახლა რა ესთვისაც კი ბატონო მაგისთვის ვართ მე სწორედ რომ აი ამ თავარი თემა არის ეგ ხელისუფლება რომელიც იქნება
ყარი და ძლიერი და არ იქნება იმის რომ შენ მოქსი შენ დაგიჭერ. ტოპით აღჭურვილი და თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნება. Ძალიან ვილაპარაკე 20 წუთი, ილაპარაკე 20 წუთი. მოგესალმებით ძვირფასო ბატონებო, ბატონებმა კი აღნიშნა ეს ყველაფერი გასავლელი იყო, სათქმელი იყო, საინტერესო იყო რაღაცა. Გავიცი ახლა ისეთი ძნელბედობის და ისეთი უსხრულის პირას ვიმყოფებით, რომ არ ვიცი რა ძირის რო კი ჩაცვენილები კი ვართ უსხრულში, მაგრამ ძირი კიდე ჯერ არ აჭარს და ამ დამოკიდებულებით როგორც უყურებთ, კიდე დიდი ხანს მოგვიწევს სრიალი და მე იქიდან ანამოვალ კანარა და აი ემერსონსა გენიალური სიტყვები ამერიკელი პოეტი ფილოსოფოსი როა ერი არ გადაშენდება და არ მოისპობა თუ მან სასიკვდილო შეცდომა არ დაუშვა. აი ჩვენ ახლოსა ვართ, აი მერწმუნეთ რა ახლა მოხარშული ვარ ამ საქმე. აი სასიკვდილოსთან ახლოსა ვართ რა. მაშინ როდესაც დაკარგავ ცივილიზაციას დაკარგავს სახელმწიფოებას, დაკარგავს სუვერენიტეტს, ამდენი დანაშაულებით, ამდენი გაუტანლობით, ამდენი შეუთანხმებლობით, როგორც ასეთი, რომელიც შემო განადგურებით თავდება და რა ვიცი, მე სამგებლობის ხმები მოვლენ ჯერ ტერიტორიას წაიღებენ, მე სახელმწიფოებრიობა გაუქმდება და იქნები რაღაც იარონ მე ქუთაისსა და თბილისის შორის. ახლა არ მინდა ფრჩხილები გავხსნა რა, როგორც ასეთი. ახლა რა არ შეიძლება ამ გუშინდელ ტრაგიკულ იმას არ შევხედოთ რა. აი ჩვენი თავარი უბედურება რაში არის? თავარი ერთ-ერთი კერტთაყვანისმცემლობა, რომელიც გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ დასჩემდა. ეს მარტო ჩვენი ეპოქის ის არ არის. აი იმის შემდეგ რაც ზე ჩაესვენა, ხო, ეპიზოდური ისენი იყო, გამონათები მიზანდასახული რაღაც საუკუნოვანი ციკლი თუნდაც სახელმწიფოებრივი რო გამტკიცებულიყო რაღაც, არა ეგეთი არა, ფრაგმენტული პერსონების გმირობა, რაღაც ჰეროიკული საქმიანობები და მეტი არაფერი რა. ახლა შემდგომ უკვე როგორც მოხდა ბოლშევიზმის იმის დროს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ვიღაც ახალი კერპი იშონ, შექმნან და მე ამ კერპს დაუწყო ბრძოლა, ჩამოგდება ახალი ძიება და ეს კერპი ფული როცა ხდება ხო ამან ხო მამონამ ხო საერთოდ იმას აქნა რა ყოველგვარი ზღვარი მოსა თამას აიყვანა რაღაც უნდაბლეს დონეზე დაწეა უბრალოდ ახლა ელემენტარულად ხალხო კაცო რო შევხედოთ ჭიანჭველებს რო შევხედოთ ვირთხებს რო შევხედოთ კარი უფრო პატარა იმას ვიტყვი ტერმიტებს რა 5 სანტიმეტრიანი ისინი არიან არსებები პოლისები აშენებული უდაბნოში. ბატონო თემო 3 მეტრიანი, კაცო, სხვადასხვა კუნძულებია, დიდი. ისმის კითხვა. რატო აშენებენ? როგორ აშენებენ? როგორ აშენეს რა, ხო გააქვს შეკითხვა. მარტივია. ისინი თანხდებიან ამის აშენებას ესე. ჭიანჭველის ფილოსოფია, ფუტკრის ფილოსოფია არის. აი ჭიანჭველა კიდე ხო იმხელა რაღაცა არის ბასეინები და ისინი აქ ლაზარეთები და რაღაც ერთმანეთს კურნალობენ და რაღაც ისინი არის მომლელის პრივილეგირებული ჯგუფი და რა ვიცი ახლა ეს არ კარგი ტერმიტები ხო გაცილებით ესეთია. ანუ მინდა თქვა რომ ესენი თანხდებიან ამ არქიტექტურის აშენებაზე. ესენი ვერ შეთანხმდნენ ამდენი ხანია 32 წელი ამას უყურებთ ხო? მარტივი არის ეს ყველაფერი სახელმწიფოებრიობა დამოუკიდებლობა თავისუფლება ადამიანის უფლებები და ამ ქვეყნის ეროვნულ ბუნებაზე მორგებული საფინანსო ეკონომიური მოდელი რა ეს არის სინთეზი ამ ყველაფრის კომბინაცია რომ რა რესურსები წინვალე წიგნი აქვს ბატონგივის თქვენ აგერა გაქვს უზენაესავჭო უთვალსაჩინოესი ადამიანი როგორც ასეთი და მალე იქნება პრეზენტაცია და მოგბრძანდება ახლა ამას რო კაცი ვერ გამოიყენებს და რა რისი მფლობელი ხარ ელემენტარულად არ უნდა იცოდე არ გაინდა თუ მფლობელი ხარ თუ იცი იმის განკარგვაც უნდა იცოდე განკარგვა თუ იცი უნდა იცოდე შენ რა სახის სოციალურ მოდელს აშენებ ნორვეგიულს ფინურს ფრანგულს ამერიკულს თუ რა ამას სჭირდება შეთანხმება ამას სჭირდება განსაზღვრა ამას სჭირდება ახსნა განმარტებები მე არაფერი არ გამიგია მიშე ყველა ხელისუფლება მოდის რაღაც ქვედა დინებებით რაღაცებს აკეთებს ჩუმი პრივატიზაციები ჩუმი პრიხვატიზაციები ჩუმი ტენდერები
თავისიანს რომ მოაგებინებს და რატო იგეს ეს ყველა ხელისუფლება თავისიანს აგებინებს ამას ხო მე საკრედიტო სისტემა და საერთოდ ეს მევახშეობის ინსტიტუტი და ეს ყველაფერი არის საერთოდ კატასტროფა და ვიცლებით ჩვენი ასე თქვა დემოგრაფიული კატასტროფა არ ვიცი ახლა რა დონეზეა მეტროში შედით და შეხედეთ ვინ არის იქ ნახევარზე ვართ უკვე რა ვინ წყვეტავს ამ ბინადრობის უფლებას რო შემოდიან სხვა ქვეყნის ისინი ბინადრობის უფლებით შემოდის ეს მიწის ყოველგვარი დანაშაული კრიმინალები არიან ესენი ბატონო თემო ხო არიან აბა რა არიან ვინც ამას კონსტიტუციას ვინც არღვევს როგორც სტატუს მოგინა გითხრათ რა საკეთებენ სტატუს მოუხსნიან ჯერ აი მიწის სტატუს მოუხსნიან ამითაც არ კმაყოფილდებიან და ბატონი ვაჟა ჩვენი მეგობარი პოეტი რო არის ოთარაშვილი იმანაც ხო გველაპარაკა ისეც ვიცი მაგრამ მაგან კიდე შოკის მომკვრელი რაღაცები თქვა კაცო უნიკალური კულტურის მემკვიდრეობის ძეგლებს უხსნიან სტატუსს და ყიდიან და ამაზე ჩართული არის მასობრივად თან ესეთი კი არა რაღაცა უმნიშვნელო რაღაც ესენი ბიჭო ბლეფი მაინც კინო ჩელენტანოსი არა გაქვთ ნანახი კაცო ელემენტარულად ვიღაც მილიარდელმა იქნება ეს აბრამოვიჩი თუ სხვა ქვეყანაში რა თუნდაც საფრანგეთში იტალიაში იყიდა ციხე კოშკი აბა ეს დედიშვილია და აი ეს კალვისტარი აქროდებს აია გადმოიტანოს იმ დაბაში ეგრევე განულირებას ჩამოვართმევენ და ანუ ეს არის კონტროლირებადი პროცესი რომელიც სახელმწიფო კულტურულ ღონისძიებებზე არის აგებული და შენ ვალდებული ხარ ეს აკო მაგრამ აქ არა აქ ვიღაცა მოდის ბატონო თემო მოიყვანს თავის ვიგინდარა მინისტრებს აი მართლა ვიგინდარებიც არ არიან კრიმინალები ბანდიტები რომლებსაც ფულის მეტი გაკეთების არაფერი არ უნდა ხო არა კიდე მოვიყო ფაქტს მოვიყვანთ რამდენიც უნდა ხო რამდენსაც უნდა იმდეს მოვიყვანთ მერე აქედან უბედურება ის არის რომ აი ეს პროცესები მცოცავი ხასიათის როდესაც არის და საზღვარს რო უახლოვდება ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა აი საზღვართან კიდე იგივე მეთოდები რო არის ხო წარმოგიდგენია ანუ საზღვრებიც მოიშლება მოშიშვლებულია აბსოლუტურად გადმოდის ვინზღებულოს რა ქვია ამას მოქალაქეობას მემკვიდრეობას თვითონ ადგილზე ცხოვრების უფლებას ეს ყველაფერი უნდა იყოს საჯარო გამჭვირვალე და მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება ლეგიტიმაცია ისე რა ლეგიტიმური ხარ ბანდიტს დაგარკვევენ აბა რა იქნება ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი კრიტერიუმებით ეს ბანდიტიზმი არის ეს არის შესანიშნავი შვიდეული ბატონო თემო კარგად გახსოვთ ფილმი კალვერას ესენი კალვერები არიან ფაქტობრივად ეს ეხება ხელისუფლებას და ოპოზიციასაც ოპოზიციას ახლა იმხელა მექანიზმები არა აქვს და კალვერასგან განსხვავებით ამათ კალვერას კაცობაც არა აქვს იმ თუ გახსოვთ როგორ თავდება ეს კალვერას ისეთი ადამიანი როგორც თქვენ ახართ თუ ამ სოფლის გულისთვის ხო ამ გულისთვის კლავთ ხო ხო გაგიშვი სიცოცხლე გაჩუქეო ხო და აი ესეთი რაღაცეები არა ახლა ისევ იმას რო დაუბრუნდეთ ახლა იგივე აქ ერთი პატარა შენიშვნა მინდა გამოთქვა ძალიან კარგი ტექსტია მაგრამ განა ნაცები აქ პოლიტიკას ბატონო თემო ვერ განსაზღვრავენ განსაკუთრებით აი ამ ისინი დაჭერილები ვინც არიან ისინი არც ერთი ნაციონალისტები გეთახმები ეს ბლოგის ტექსტი წავიკითხე თორე ნუ გეთახმები არც იმკი ვიმეორებ ნაცები აქ არაფერ შუაში არ არის და შეგნი კოლექტიურ ნაცებს რო უძახიან ეს არ გამოვა ეს ფანდია რაღაც ეს ტყილები არის ძალიან ვიწრო ტყილები ესეთი დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი მისახეთ და რაც მე ამ ადამიანს ემას უყურე რა არის მათე დევაძის ხო ნუ ავიცი ახლა ადამიანს რო იმას ათქმევინებ რომ 21 წლის ბიჭ რომელსაც სასიცოცხლო არეალს უხშობ რომელმაც ოჯახი უნდა შექმნას რომანტიული ცხოვრებით იცხოვროს როგორ უკრავს ალაღი ადამიანია ბებია დედა და როგორ უყვარს ოჯახი ქვეყანა როგორ უყვარს როგორ წირავს მოყვარს ეს სიყვარულის გამო და აი ესაჯა ეს მოქნევით ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება რაღაც მოიქნიოს გასულა
მოქმედებაზე თუ მიდგა საქმე, ამათმა როგორც მოიქნიეს და 300 კაცზე მეტი არის დასახიჩრებული. თვალები დათხარეს, გაც კაცი არ არის დაჭერილი. აი ერთ-ერთი, დაჭერილი არა, პასუხისგებაშიც არ არის, მე გამოძიებაც კი არ მიმდინა. აბა ახლა ცალკარში ახლა როგორ ვერ გავეგი, ახლა ბატონო ცალკარში თამაში ვის გაუგია ახლა. შენი საკუთარი რუსტველის გენიალური ნათქვამი, თქმა მართლისა, სიმართლისა, ხესა შეიქმნა. ბიჭო, სამართალი შეიძლება იყოს იმიანი იუდეული, რომაული, ანგლოსაქსონური, მაგრამ თავარი მაინც რა არის? ესე უზრუნველყოფა სიმართლით. აი ეგრე მთავარი, ეს უნდა გააკეთო, თორე ახლა ეგრე ნებისმიერ სისტემა შენ შეიძლება დაამახინჯო ან გარდასახო კარგი მემართულებით. და ეს მთავარი პრობლემა არის, როდესაც სასამართლო პროკურატურა ესენი აბსოლუტურ უნდობლობაში არიან, დარღვეული აბსოლუტურად ყველაფერი. დღეს ეს ბავშვების სასამართლო არის კიდე 51 რო არიან ეს ჭიჭინაძე და ემესე და რა ვიცი ერთმანეთზე უკეთესები არიან და ერთადერთი რაც მაგათი ბრალეულობა რაც არის რატო დაუდგენ ამ ევროპულ იდეას და ხო ვერ გავი ერთი მათგანი ვერ ნახე მე რომ მაგათ მიმართ ბრალეულობა წაყენებული იყო და ესე სამართლიანად და დადასტურებული ახლა ეგრე თამრიკო ჩხეიძეც მე მყავდა რამდენჯერმე იცით თქვენ აქ მაგ გახსოვთ ესე გუშინდელივით მახსოვს საბჭოთა იმაში რო გაასამართლეს დიდი რაღაც უზარმაჟერი რაღაც შკაფივით მილიციონერი რო იყო და ამან გამლახაო გუშინდელივით მახსოვს ზუსტად იგივე კეთდება იგივე ბოლშევიკური დამოკიდებულებით ზუსტად შერჩეული სამართალი როგორც ასეთი მორგება და ვინ ეწერება ამას? აი ეს ხალხი ეწერება. თავარი პრობლემა მენტალიტეტი, როგორც თქვენ ახსენეთ, ერთი კაციც არ დაგიჭერიათ და ეს ყველას კარგად ახსოვს და არ ჩარეულ ხარ და შესვენებაზე ეს მოსამართლეები რო გარდიან დირექტივის მისაღებად და ამათ ნაციონალებზე რასალაპარაკო აქვს ბატონო თემო ჩინჩალაძე და ეს რა ქვია მურუსიძე ვისი კადრები იყო სააკაშვილმა ვინ დააჯილდოა მურუსიძე დააჯილდოა თუ არა ჩინჩალაძე და ორდენით და როგორ უყვართ ერთნაირად არაკა ორდენით დააჯილდოა კადრებიც აგვაქვს ნანახი ვისაც არ აქვს და ვაჩვენებთ აგერ ასე ბატონ თენგის მხოლოდ ერთი მასში ჩაგეჭრები რომ აი 26 მაისს დიახ ვინც იქ ხალხს ცემდა იგივე ხალხია მე რეალურად აი ხო კინოთეატრ საქართველოში რო ვიყავი და იმ რაიონის პოლიციის უფროსმა უთხრესო კაი კაცია ვარ მაგია ეს და რო აიღო და ისინი ხლა ის კაცი ფიძინამანიშვილის თავარი საყდენი გახდა ესენი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ როცა ასე აღრეულია ყველაფერი ჩვენ უნდა გვინდოდეს რაღაც ისეთი პროგრამული შეერთება ერთმანეთთან არა ის რომ თქვა დასაჭერი არის კაცი რომელმაც თქვა რომ ევროპასთან და ამერიკასთან ვაჩერებთ იმას რომ გამოვიდა და გამოვიდა თელი საქართველოს გარე მეც გამოვედი მაშინ და თქვი რომ როგორ კაცო ევროპასთან როგორ აჩერებ თან კონსტიტუციაში გაწერილი რომ მაშინ გახდა ეს რომ გარეთ კი არა ვინც არ გამოვიდა დარწმუნებული ვარ შინაგანად იგივეს ფიქრობდა როგორ შეიძლება ამერიკა აი ნახეთ აგერ რა გააკეთა სომხეთმა აი სომხეთმა აგერ ეხლა არის მასალა ძალიან სერიოზული ესე იგი ამერიკა ისრაელი და ამერიკა თქვენ ძალიან ბევრ ამას სულიან და ნახეთ სომხეთმა ჩვენ მეცნიერთა კონგრესში რო შევთავაზეთ რომ საქართველოს თანამშრომლობის სახელმწიფო თანამშრომლობის ტერიტორია ჩვენებმა ეს წინააღმდება არ მიიღეს რამდენჯერ შევთავაზეთ სომხეთი გამოვიდა ამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკა დაუდგა გვერდით და ლაპარაკობენ რომ სომხეთი უნდა იქცეს თანამშრომლობის ტერიტორიად საქართველოს კარგავს იმაში კავკასიაში იმ ფუნქციას რომელიც საბჭოთა პერიოდამდეც ჰქონდა საბჭოთა პერიოდში ჰქონდა ვინ იყო საქართველოს ძლიერი აი ბატონ თემო თქვენ რო იყავით კაცო იმ ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდათ ეგ დაღესტანში შამილეს იმაში რო იყავით ძალიან კარგი კადრები იყო მახსოვს შამილმა დაგვიბარაო ქართველების იმას ხელი არ ხო ჩვენი ძმები ჩვენ მონასტერს უფრთხილდებიან ბიჭო რას ნიშნავს ახლა ეს თუ არ ვიცი პოლიტიკაში რა გინდა თუ მაგათან არ ალაგებ ურთიერთობა მაგათან არაგამ თან მონათესავე ის არის ხო ეთნოსი ელემენტარულად რომლის გარეშედაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თბილისი როგორ უნდა იქცეს ესე კულტუროლოგიურ ცენტრად და არა მარტო კულტუროლოგიურ ცენტრად და ადმინისტრაციული ცენტრიც უნდა გახდეს აუცილებლად ამას შეიძლება სერიოზული ხალხი ამას შეიძლება აი ბატონი გივის
წიგნი რო არის, ამის დეტალური განხილვა, ამას შედება პაატა კოღუაშვილის გენიალური წიგნი რო არის, ახალი სოფლის შესახებ, რომელიც ფაქტიურად იცავს, საზღვარს იცავს, კულტუროლოგიურად, ისე რომ დიდი იარაღები და დიდი იმის განლაგებაც უფრო სწორედ დამხმარე იქნება რა, ეს უზარმაზარი, როგორ უნდა განაგო შენი მიწაწყალი. ისე რომ თან სუპერ ინდუსტრიული ქვეყანა იყო, სუპერ ცივილიზირებული იყო და ამით გახდე აი ამ თანამეგობრობის წევრი. ჩვენ როცა ვიკრიბებით, თქვენ ხართ არ მე ვარ, ამას ნიშნულობა არ აქვს. აი 26 მაისის ისინი რო გავაანალიზეთ, სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 26 მაისი პრაქტიკულად 26 მაისმა ძალიან განაპირობა, ვთქვათ, რომ მოვიდეს ხელისუფლება, ხო, სერიოზულად განაპირობა. 7 ნოემბერმა 2007 წლის, მერე 8 აგვისტომ 2008 წლის და 2011 წლის 26 მაისმა. აი ეს ხალხი, ვინც ამის ორგანიზატორები იყვნენ, ზოგი იქეთ, ზოგი აქეთ, ეხლა დავანებოთ თავი, ვინ როგორ გაიყიდა, არ გაიყიდა, არ არის მთავარი. მე უბრალოდ ამ რამდენიმე ხანს ვსაუბრობდით, აი იმ ხალხზე, ვინც მთავარი მცემელები იყვნენ, მცემელები. და ვინც მართავდნენ, ყველა არის მილიონერი. ვიდრე ქვეყანაში სხვისი გამლახავი, გალახვის გამო ხდება, რო გალახა და შეუსრულა ხელისუფლებას გახდა მილიონერი. ეს ხელისუფლება არის იმაზე მეტი დამნაშავე, ამაზე დიდი უბედურება ქვეყნისთვის არ შეიძლება. ბატონო თემო 51 მილიონერი ყავთ, თქვენც რა მოგივიდა პარლამენტში. 51 მილიონერზე კი არ არის ამ შემთხვევაში. აი გადე ბატონო თემის რა არის, იცით რომ კაცი მიდის აი 26 მაისს მოვიდა, იმიტომ რომ ის აჩვენებდა ყველას და გვერდით ყავდა პიროვნება, რომელიც უღებდა სურათს. იმას იღებდა ვიდეოს, როგორც ცემდა და რომ მიუტანეს იქ ხელმძღვანელებს, რომ მიუტანეს, ეს მაგარი კაცი მილიონერი გახდა. ესე იგი, აი ის რომ ხარება იყო თუ ვიღაცა, ესენი იყვნენ მთელი უბედურება მაშინ. და ვინც ისინი ხარება იმასთან არ არის, კაცო, მერაბიშვილთან ორი ტრუპი მინდაო, მერაბიშვილი რო ამბობს, იქვე არის ეს ხარება. აი ამით იზომება ხელი. ხარება თავისთავად ეს ხალხი არის ცოდვა. ხელისუფლებებმა და ფულისკენ სრაფვამ ესენი აქცია ამათ კრიმინალებმა და ბანდიტებში არასდროს არ იქნება სიკეთე. არასდროსაც აკეთებენ. აი რად გინდა ამნაირი ფული და ამნაირი სიმდიდრე, თუნდაც მე არ მინდა სხვაზე ვილაპარაკო, რაც მე და რაც გავგიკეთეს ჩვენ წარმოგიდგენია რომ ხელებს შეკრული 1000 კაცი ეყარა ვეყარეთ იმაში რა კინოთეატრს იმაში და ესენი გამოდიან ეხა აი რატომ არის ბიძინევანიშვილმა ნახეთ რა გააკეთა თქვენ არ მოგცემენ ტრიბუნას ჩვენ არ მოგცემენ ტრიბუნას ტრიბუნა აქვს ვის ნაციონალურ მოძრაობა როგორც კი დაიწყებს ის ლაპარაკს აი შენ ეს არ გააკეთე და ამოუწევენ იმას აი ერთხელ გამოდით ეს ნაციონალები და თქვით გაადიხართ ასპარეზიდან რა კარგი რა ბატონო თემო როგორ ბიძინევანიშვილს ეხმარებით თქვენ მე რამდენად შუა უნდა გეიკრიფოსო როდესაც თქვა ბიზინაივანიშვილი სადაც მიხეილ სააკაშვილი ზის დღეს ეს არის ბიზინაივანიშვილის მხარდაჭერა აი თუ გინდა შენ ციხეში რომ მიდიხარ ეს გამდისთვის და იმისთვის რო ეთქვა ვინმე რომ შენ კარგ პირობებში შეგიქმნი ციხეშიო ნუ სანატორიუმის პირობები ხო ეხლა ეს ვინმეს ეთქვა რა აი პირიქით შენ თუ მიდიხარ ამ ნაბიჯზე შენ უნდა წახვიდე იმაზე რომ შენ მართლა უნდა იყო ტაჯვაში თუ გინდა რომ ქვეყანა დადგეს დღეს რეალურად რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა მისი თავისი დანაყოფებით ეს არის გაძლიერება ბიძინევანიშვილის აკეთებს იმას რომ ატივტივებენ ამათ ამფულები და ესენი მოდის ამაზე ეს ორი ძალა მდიდრდება და ქვეყანა იღუპება იმით რომ ეს ორი კრიმინალური გუნდია უკვე არავითარ დემოკრატიაზე ბატონო თემო კაცო მე რამდენჯერა ვთქვა ხო თავიდან ბოლომდე ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ ეს რომ პრეზიდენტების კანდიდატები რო წამოაყენა ნაციონალურ მოძრაობამ რა ბედი ეწვია მაგათ ხო გახსოვდა ბაქრაძე გადახტა და მეორე ეს კაკებეშნიკი რო იყო ძველი რაგვარიაცა იმის ქმარი კი მოცეკვავის ბალერინას რაგვარია კაცი ხო თავარი არის რომ ანუ ისიც ესე იგი მე ვერ გავიგე ორჯერ შენი პრეზიდენტობის კანდიდატი ასე ვთქვათ ნომერ მეორე ოპოზიციური ძალა
რომელიც წარადგინეს საქართველოს სენატში, გადავიდა მტრის ბანაკში. ამის შემდეგ, ასე თქვათ, მე შენ როგორ უნდა გენდო, რაში უნდა გენდო და რა მხარდაჭერა უნდა გქონდეს. მე ერთმანეთი აირჩიეს, გადაირჩიეს იმას აქვს. ბიზნესმენს მოიყვანა პრეზიდენტებად ისინი საძავენ. ნო რა თქმა უნდა. ანალოგიური გაკეთება. ამიტომ პატივცემულებო, სანამ ეს ხალხი, ასე თქვათ, აი ამ ასპარეზზე არის, სანამ შუა უნდა გაიკრებოს და მესამე ძალის დაბადებას უნდა ბევრი ესეთი გარდასახვები, ფერისცვალებები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური, ასე თქვათ, რეფორმები. ოღონდ ქვეყანაში ერთხელ ხელისუფლება არაფერ ყოველად გაუმართლებელია რელიგიური ინსტიტუტების წაყრუება. ყოველად გაუმართლებელი. ეს არაფერში არ აზის რა. მათ შორის ამ და ახლა მე ვერ გავიგე ნაირა გელაშვილი რო გამოდის, რომელიც 10 წელზე მეტი ბიძინა ივანიშვილის და ამათი მხარდაჭერა ღიად ყოველგვარი მე დიდ პატივს ავცებ მაგ ქალბატონს, დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, როგორც ასეთი და მაგის ნება იყო, ხო? და დღეს უკვე იმის შედეგადაც რაც ამან დამნაშ კრიმინალური ისმი იყო, გამოვიდა და ორჯერ პირდაპირ თქვა, რაც ჰეროდემ ჩაიდინა ისრაელში, ანუ ბავშვები ამოწყვიტეს, გამად გასაგონად და ამ გაუთვიცნობილი ადამიანები და ეგრეთ წოდებული რელიგიური ადამიანებად როთვლიან თავს და რაღაც მოყვას ეს ხადაგებლად. მაგად გასაგონად ლაპარაკობ. იესო ქრისტე რო არ მოსულიყო, როგორც ასეთი და აკვანშევიან მომენტალურად მოეშტოთ, ჰეროდემ ბრძანება გასცა, რომ ყველა ახალად დაბადებული მოეშტოთ რა. და მოაშთეს რა და საბედნიეროდ იესო ქრისტე იმას აკეთებს. ჩვენ იმ ტელევიზიებში არ მიგვიწევენ, რომელიც ან ხელისუფლებას ემსახურება და ბატონო თემო, ამას რო ხალი რო გეტყვის, რომელიც შენი მხარდაჭერი იყო კიდე და ნაცობას და იმას, თუნდაც ნეიტრალიტეტს ვერავინ მაშინ ხო ვერ დააბრალებს, ხო? ეს არის ისტორიული რაღაც საშინელება, რომელიც თქვენ მოდგმაზე გამოდი კიდევ მეორე არ მემეტებით, განსაკუთრებით თქვენი შვილები და შვილიშვილებით. უდიდეს საფრთხეში აგდეთ მაგათ რა, გეუბნებით სრული პასუხისგებლობით, იმიტომ რომ თქვენზე ცოტა მეტი მინახავს. ცოტა მეტი კი არა, ბევრად მეტი, შეუდარებლად მეტი, როგორც ასეთი და ნუ გაწერა, თქვენივე მოყვას, თქვენივე შვილს, თქვენივე შვილიშვილს. კაი, დანარჩენები არ გიყვართ, გავიგე რომ არ გიყვართ. თქვენი თავის გარდა არავინ არ გიყვართ და რა ვიცი ახლა რა უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს, მაგრამ ამაში არ გეშინიათ აი ამ ხვედრის, აი ამ გაჟი და რატო რელიგიური ისე ბატონო თემო, ახლა ამ ხალმა თუ უთხრათ, მე და თქვენ თუ ეუნებით ამათ, რომ ეს დასჯადია, ეს საშინელება, ეს არის მემკვიდრეობითი ცოდვა, რომელიც გადავა ძალიან ცუდად და თლიანად არევს შემდგომ. თქვენი დანაშაულებრივი იმით მომავალ ყობა დავითაშვილებს ამზადებდა. გითხრათ რა არის ყობა დავითაშვილი, რომელსაც 3 წლის შემდეგ განგრენა დაემართა და გარდაიცვალა. ამათ დასახიხრებულებს რომ დაემართოთ 2 და 3 რა ათეულობით და რომ მოგადგენ და როგორ მოგადგებიან არ იცით როგორ მე აგიხსნათ და ამას ვენდეტა და ეს რომ მოყვება ამას და ვერავინ რო ვერ გააჩერეს მაგას ვერ ახდებით ამდენს ძალიან ცუდად არის შიში შეიფ სიყვარულსა ის კი არ არის რომ მუშტი უნდა დაურტყა და შეაშინო ადამიანი უნდა გეშინოდეს შენ თვითონ რომ ისეთი ცოდვა არ ჩაიდინო რომ შენ შთაუმავლობაში არ გადავიდეს აი ეს ეს უნდა გეშინოდეს ყველაზე უფრო უნდა ნუ ხე ამიტომ უმაღლესი ფასეულობის ამიტომ არის მაგრამ ეხლა შენი მაღალი მესი უნდა გეშინოდეს აი როგორ არის იცი ბატონ თეგიზ ეხლა რით სარგებლობს ვთქვათ ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდამჭერი აი სულ მოკლეობაა, მაგრამ მაინც სარგებლობს იმით, რომ აი ფეხბურთელები ახლა არველაძეები განცხადება გააკეთეს. ვიღაცამ დაუწერა, მე საერთოდ სპორტსმენი და ეს არ ვარ პოლიტიკაში მაგათ მონაწილეობის ისა და კურტანიძესთან და ჯაჭვლიანთან მაშინ დიდი ომი მქონდა, რომ ამბობდი, რომ გადაანებეთ რა პოლიტიკად მაგრამ ახლა როცა არველაძეებმა ნახე რა აები დაუწერეს შემეცოდნენ იმაზე, რომ კი მაგრამ იქ რო იყავი სპორტში ფეხბურთის ფედერაციაშიო და სააკაშვილი რო უკეთებდა იმას ტელეფონით რო გადააყენა. ხმა რატო არ ამოიღეო მაშინო? სწორია ეს, ამიტომ ყველაზე ძლიერი დღეს არის ის ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა,
ვისი ხელდასმულია ნემსაძემ გაიმარჯვა მაშინ ხო გახსოვთ მაგათმა კანდიდატმა და ტელეფონით ამბობენ ბოკერია გადააყენა მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს რომ აი ყოველთვის უნდა შევეცადოთ რომ არ შეიძლება დღეს იმაზე კი არ არის სულ არ ვიცი ვინ არიან ისინი ბევრი ახალგაზრდა და ის მაგრამ მე ვარ დაჭერების წინააღმდეგი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე მეკითხები ჯოხი რო დაარტყა პოლიციას უნდა დაიჭირონ მაგრამ ჯერ დაიჭირე პარლამენტში რომ ტრიბუნასთან გიცემეს კომიტეტის თავმჯდომარე დაიჭირე ის როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე თავის მოადგილედ ცემა აი ბატონო თემო უფრო ის რომ დაასახის რა კაცო ტელეეკრანით ჟურნალისტები სიკვდილის რა თქმა უნდა მაგრამ მაქედან უნდა დაიწყო გავიგე მაგრამ როგორ არის ცი ბატონ თენგიზ აი ეს მოხდა სახალხო საჯაროდ ხო ესე იგი თურმე პარლამენტში თუ ხელს საჯაროდ რაღაცა ტელეკომის წინი იყო ისმის მაგრამ დეპუტატი აკეთებს ამას აიაგერ და მოხდა ასეთი რამ ხო ყველა დასაჭერია მაგრამ ამებით რო გაყვე ჩვენ დაჭერებით ვერ გავალთ ფონს ამაზეა ლაპარაკი აი ამერიკა რატომ არის კარგი ბევრი რამე შეხა დაიტაკებენ რა ისევ ამერიკაში ორგანიზატორებს იჭერენ და არა ქუჩაში დაამსხვრიეს აგერ გამოიტანეს მაღაზიებიდან ყველაფერი მაგრამ ვინმე დაიჭირე ერთი რაიმის გამოიტანი ხელში არისოდენ ვინ იყო რა თქმა უნდა ყველაფერი აქვს ყველას მიაგნებენ ამერიკაში ეს იმაზეა მაგრამ ის არ არის მათთვის თავარი არის ვინ არის ამის ორგანიზატორებს ეძებენ თორე მაშინ დასაჭერი გამოვა ყველა ამათ ორგანიზატორებს ვერ ეხებიან ვინც არიან ამის ისინი და ესენი არიან სისაძაგლით სავსენი ვინც ამ პროცესებს ხელმძღვანელობენ ორგანიზატორები და იმათ ვერ ეხებიან და ჯოხი დაარტყავო კაცო ესე წარმოიდგინებთ ნუ ხე იგი გაუცე ჯოხი კი არა აი აგერ პიროვნება რომელსაც არაძროს იერარქიაში ამწერია არაფერი ესე იგი ის ხელის რეზინა კეტი რო ქონდათ იმით მცემა ამ რომელიც ბიძინიავანიშვილის თავარი სახლდენი გახდა მაგრამ მე არ უბოროტდები გეუბნებით ხალხო რა არაფერი ჩვენ დღეს გაბოროტება ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირება მიგვიყვანს უბედურებამდე საქართველოს იღუპება ვინ არის მართალი ვინ არის მტყვანი დღეს ამის გაკეთება შეუძლებელია ამას ისტორია გჭირდება ამას მეცნიერული ანალიზი ჭირდება დღეს რეალურად რასაც უკეთებს ოცნება ესე იგი ნაციონალურ მოძრაობას უასამართლებს გარწმუნებ მე რომ ნებისმიერი სხვა თუ არ მოვიდა აი მეცნიერებს რომ აქვთ ის გუნდი რომელიც არ იქნება ქვეყნის შიგნით შურიზიები თუ არ მოვიდა ოცნებას დასვამენ სკალზე ბატონო თემო კაი მაგალითს გეტყვით აგერ ბრწყინვალე ესეთი ის გამახსენდა თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ და ხო პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების კონსტიტუციის გადატრიალების მოსვლა 1-5 პერმანენტული გადატრიალება ხო იყო სახელმწიფო ხო აი კოიმაშიც თავდაპირველად როგორ დაიწყო სამხრეთ კორეაში რომელიც დღეს მე-3 ადგილზე არის თავისი ეკონომიური და თუნდაც სულიერი იყო ეგეთი მართველები როდეო და ჩონდუხვანი იქ დაახლოებით 35 წლის დაახლოებით რომელმაც სესხში ჩაახშეს დაახლოებით ეს პინოჩეტის მონათესავე ფენომენია დაახლოებით რა და მოიცილეს და მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამათგან განსხვავებით ამ ახლა ვაი პოლიტიკოსები რომლებმაც ქვეყანა უბედურებაში და ეკონომიური და დემოგრაფიული მასში გადაიყვანეს და აი გაუსაძლისია და აი ექსპანსია არის მიგრაციის ხო იმითგან განსხვავებით უდიდესი რეზულტატები დადეს რა გადაიქცა მესამე მაგრამ როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა მოსახლეობის დაკვეთა იყო რომ პასუხისგებლობა იმ დანაშაულზე რომ დაიჭირეს სამუდამო პატევრობა მისცეს მე გამოუშვეს რა 15 წლის შემდეგ დაახლოებით აყურყუთა შეიძლება 20,000 კაცს კი არ დაუჭერია დიახ და ესენი კიდევ იმეორებ კაცო იქ ამ რაგვარია ეს ქალი ხელიდან წასული რა რომელიც ახლა კაცი იგინება დედას და იმის გამო პრეზიდენტი გახდა და მეორე კიდე სამხარაძეა თუ დედამ აკვანში დაწყევლაო რა მაგაზია ნათქვამი ეს ადამიანი მეორეჯერ გინების გამო ვიზირება გაუკეთეს მარტო იმიტომ რომ იგინებოდა ერთის და მეორეს ერთს იჭერ მეორეს ანაწილებ ახლა ეგ როგორ არის ბატონო თემო საიდან არის როგორ და იმის მაგივრად რომ პირველ მიზეზები პირველი უბედური არის ჩვენ სახელმწიფო გადატრიალება რაც მოხდა კაცო იქიდან უნდა დაეწყოთ 10 წლის სტარტელი ის უნდა ყოფილიყო არის ჩვენი პროგრამული დოკუმენტი რომ გავაანალიზოთ და პოლიტიკური შეფასებები მივცეთ ისეთი კი არა ტენდენციური არა მარტო შეფასებები არამედ საერთოდ გავანეიტრალოთ და შედეგების ლიკვიდაცია მოხდეს სამოქალაქო მე ფართო ამნესტიის მომხრე ვარ ძალიან ფართო მაგრამ
შედეგები როგორც უნდა შეფასდეს სწორედ და მარცხაჯულება სწორედ უნდა აღსრულდეს. მე კი ბატონო იყოს ძალიან ფართო ამინისტრია. ქვეყანაში სადაც ბატონობს კორუფცია და ნეპოტიზმი, იმ ქვეყანაში მომავალზე საუბარი ზედმეტია. დედის გინებაზე ეს არის. კაცო, წარმოუდგენელი, ახლა უბრალოდ ჩვენ აგერ ვლაპარაკობთ იცით რაზე, ვიღაცამ ჯოხი დაარტყა. შენ არა ხარ როგორც ქართველი შეურაცხყოფილი, იმით რომ იტალიაში ჩადის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩადის ქალაქის მერი, ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ იტალიაში ვითომ იხსნება საკონსულო. ეს საკონსულო გაიხსნა 23 წელში. ესე იგი 2 წლის წინ იქ ვიყავი, პრეზენტაცია დაჭირდათ ეხლა, მაგრამ აქ კი ბატონო გააკეთეს, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ გაგდებს არაფრად. არაფრად. მე არა ვარ. მერიც არაფრად არ აგდებს. შეურაცხყოფილი არ ვარ ეხლა იმით რომ ჩვენი ამ ქვეყნის ცივილიზაციის მე რო ჩავედი იტალიაში, იტალიელებმა მითხრეს რომ მე რო უთხარი რომ თქვენ დიდი არაო თქვენ უნდა წახვიდეთო წინ და ჩვენ უნდა გამოვყვეთ უკანო. და რატომ მეთქიდა? იმიტომ რომ თქვენ უფრო დიდები ხართ, თქვენ უფრო დიდი ისტორია გაქვთ და თქვენ უფრო დიდი ამ ასეთი განწყობაა იტალიაში და ჩავიდა პრემიერ-მინისტრი და არავინ არაფრად არ ჩააგდო. როგორ ჩააგდო? უნგრეთში ხარ 3 დღე. რატომ? იმიტომ რომ ის უნგრეთს ღმერთმა ქნას ეს უნგრეთი არის როასხანი ევროპესის და გავიგე კი ბატონო მაგრამ და ისე მე რამდენჯერ ყოფილა ბატონთემო ჩასული მე 17-ად დაუთვალეს ხო მაგრამ მე 17-ად მე რამინდა კიდე თაწმინდაზე არა ვარ ესე იგი აი კიდე შეხედე რა არის ერდოგანი აქებდა დადიდებდა მიხეილ სააკაშვილს. კი, კაცო. როგორ უნდა ენდო? ჩამო, აქაც იყო, ჩამოზე. ხარდამჭერი იყო მაგის. თანაშემწე დანიშნა თუ რაღაცა თუ თელი აქედან წასული ოპოზიცია იქ ჩაიყვანა. დღეს ვისაც აქებდა და ადიდებდა ამ ხელისუფლებას ციხეში ყავს, მაგრამ ერდოგანი არის მედროვე. იმას სჭირდებოდა რა გვარია ეს ორბანი კაცო. არა, ხო, ორბანი არის. არა, სწორად ვამბობ და ბოდიშვილს ერდოგანთან. ესე იგი ორბანი არის მედროვე იმით რომ აგერ უნგრეთში ასეთი რამე გააკეთა და ყველაფერს თავი დავანებოთ. აი ამ მიხეილ სააკაშვილის ადმი დამოკიდებულებას და იქეთ რო გადავდოთ კიდე ბევრი რამ მთელი ეს ოპოზიცია იქეთ გავდა ჩაყვანილი. და აი რეალურად ეხლა დღეს აი გამოიყენა სოროსი რო დაამთავრა კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო უნგრეთის. კი, თავის დროზე. ესე იგი, გადაინაცვლა მერე გაყიდა ვითომ ყველაფერი და გადაინაცვლა სოროსთან. სოროსმა გაუშვა ამერიკაში სასწავლებლად, დიდი ფული დაახარჯა. ჩამოვიდა იქიდან და გახადა სოროსის ფონდის პრეზიდენტი. ესე იგი, ვინც ლიბერალური მემართულების თავარი დასახელება ხო გახსოვს? ევროპამ და სოროსმა აქციას პირველ პირად უნგრეთში. ეხლა ვის ებრძვის? ყველი გამოზარდოს უნგრეთში. ვინც აქცია, მაგრამ თავი დავანებოთ იქეთ ეხლა ერთმა პიროვნებამ მითხრა რომ იმასთან დაკავშირებით თუ არ გეთანხმებიო ორბანთანო. კი ბატონო, ნება თქვენია, მე როცა ესეთ რამე ვილაპარაკე, მაგრამ არ გინდა ჩორს წასვლა. მიხეილ სააკაშვილზე ამბობდა უნიკალურ სიტყვებს. და მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო სასწაულად დღეს მიხეილ სააკაშვილი იგივე ხوارშეცვლა ციხეჟიზის ხმას არ იღებს და ვინც მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობას ჩააყენა იმ ხალხთან კიდე ეს არის მედროვე რა, ანუ იყენებს ამას ყველაფერს. ჩვენ არ გამოგვადგება არც ერთ სახელმწიფოსთან ფერფეში გაგება. ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ თქვათ რაღაც განსაკუთრებული ისინი გააკეთოს. ჩვენი ამოცანა არის რომ ჩვენ რაც შე ცივილიზაციის სათავეებში ვიყავით, მუდმივად უნდა ვიყოთ ცივილიზაციის მწვერვალზე და არ შეიძლება რომ ჩვენს ქვეყანას აი ასე ექცეოდნენ ხელისუფლებები. მე გითხარით თქვენ იტალიაში რაც ხდება აგერ, აი აგერ ახლა ერთმა პიროვნებამ დამიერეკა ამისი რა არ მინდა ქვეყანა აი 3-4 დღის წინ გაფრინდა უცხოეთში. და მეუბნება რომ მთელი ახალგაზრდა გოგონები იყნენო იმაშიო და ერთ-ერთი ჩემს გვერდით მოხდაო. გოგონა და ვეკითხები 20-22 წლის და სად მიდიხართო და ნუ ყველაფერი სამუშაოდ მივდივარო და სად მიდიხარ სამუშაოდ და ქუჩის კალათ მივდივარო. და კი მაგრამ აქ როგორ არისო და აგერო წყნეთში ორსართულიან სახლს ვაშენებო. ეხლა ეს მანქანა უნდა ჩამოვიყვანო რაღაცა და წავიდე და ანუ პრაქტიკულად მითხრა მე სიტყვა თქვა ესეთი რომ მე მივდივარი და ბოზად უნდა ვიმუშაო. ქართველი ქალი კაცო. წარმოგიდგენია თქვენ და სავსე იყო თვითრინავი.
თუ ხელისუფლება კი არა მე ვგზნობ ამის გამო პასუხისმგებლობას და გეუბნები რომ აი ეს რომ მოხდება შენს ეპოქაში თავი დაქვს მოჭრილი ხო ნუ ამ იმაზე რომ შენ აქ პირობები არ შეუქმენი და შესახედავად იყო არ ნახული ისაო მითხრა რომ აი ტირილი მომინდაო ეს მეუბნება ჩემ მეგობარი მეუბნება ტირილი მომინდაო რომ ეს გოგო რომელიც ქართველებს აიგე რას მელაპარაკება ესენი ამას თავს იმით იმართებენ ბატონო თემო რომ თავისუფლების მოთხოვნილება და ჩვენ ხო ვერაფერს ვერ გავხდებით ახლა აი ეს არის ამათი მორალი და მე იმას ორმაგი და სამმაგი სტანდარტები მე ვებძვი მიზეს ეს გოგონა რომ აქ პირობები შექმნილი იყო კარგი რაიმე არ გადამწამებოდა იქნებოდა აქ კარგი იქნებოდა მეოჯახე ქალბატონი ყველაფერი სიტუაცია ისეთი რომ აი როგორც გოეთი ამბობს არ არსებობს ბოროტება რომელიც ჩემში არ იყოსო ყველაფერი ბოროტება გავაღვიძვეთ ადამიანებში ჩვენ და მე რომელიც დაძლევად შეუძლებელი არ არის უნდა დაძლიო ის გოეთე კარგად ამბობდა ნუ გააღვიძებთ ბოროტებას ადამიანში და თუ ადამიანს 1000 ცუდი აქვს ერთი კარგიო იმ კარგს ჩაეჭიდო იმ კარგსო და აქ მანდამაინც აქ პერიქეთ შემოდგომის ბუზებივით ვართ რა ნუ ეს იგი თელის ხეულზე არაფერი ერთი გადაკაცდებს და იგავდება მანდამაინც ეს შეიძლება ეგ აუტანობა და იმის გამო ვერთხებთან და ჭიანჭველებთან ვერ მივდივარ გამოსავალი არის იმაში რაზეც აი მეცნიერთა კონგრესი და ძალიან მიხარია რომ თქვენ აი პირველი პარლამენტს ან უზენაეს საბჭოს გარკვეულმა ჯგუფმა ჩვენ და აი ჩვენო თავისუფლება მოდის სოციალური პასუხისმგებლობა უნდა კონდეს ყველა ადამიანს ყველამ ვიგრძნოთ ბატონებო პასუხისმგებლობა იმისთვის რაც ხდება თქვენ იყავით ვისი მომხრეც გინდა დაუჭირეთ ხარი პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ვინ გეუბნებათ ამას მაგრამ უთხარით ისიც რომ ხალხი როგორ ცხოვრობს ეხლა ამისი ვნახე და ბალი ღირს 15 ლარი და შევედი და მაღაზიის გამყიდულს ვეუბნები ბიჭო ამას ვინ ყიდულობს მეთქე რატო ხელოვნურად არის რატო ინდუელები და ესენი რომ მოდიან ყიდულობენ ამასო და ესე ვინ გამოვიდა დაჭაგრული ესე იგი აწიეს ფასი იმის გამო რომ უცხოელები ყიდულობენ და ქართველი უკვე ვეღარ ყიდულობს ამას დღეში მოდისო და ყიდულობსო 200-300 უცხოელი და 2-3 ქართველმა შეიძლება იყიდოს ეს თქვათ ძვირი რას გახდა ყველაფერი ეს აუცილებელია ადამიანისთვის შეგნებულად გაძვირდა ყველაფერი ცხოვრება გაძვირდა ის შეგნებულად კეთდება რომ აღარებდეს აი ამიტომ ყველა შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობა მე უბრალოდ ვისურვებდი რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყოფილიყო ხელისუფლებაშიც და პოლიტიკოსებში დღეს დავამთავრებ კი ბატონო არა მე უბრალოდ მინდა რომ რაღაცა ის ამოწურო ეს იქამდე მივიდეთ რაზე ჩვენ შეთანხმებული ვართ ამ იმაზე რომ აი აგერ თუ არ გვექნება ჩვენ თავ სამართლიანობა ქვეყანაში თუ არ იქნება სოციალური პასუხისმგებლობა არ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენები წავლენ გარეთ ბევრნი და მიწაზე ხალხის გარეშე მოვლენ ხალხები მიწის აუცილებლად ეს არის რეალურად ჩვენი პრინციპი რა იყო ქართული მხოლოდ ქართული გზაა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ეს იყო ის დოკუმენტი რასაც მოვაწერეთ ჩვენ ხო აი მაშინ დამოუკიდებლობის აქტი მე უბრალოდ მიხარია რომ აი იმ პირველ გუნდში ჯერეთი უწესიერესი პარლამენტი იყო ძალიან კარგი წესიერები აი ერთი ვინმეს აი ხო გეუბნებია თემურ ქორიძე ხშირად მოყვას მაგალითი რომ გარდაიცვალა მისმა ძმამ და ამირეკა რომ მივედი სახში 1-2 საათს გარდაცვლილი იყო პოლო პერიოდში ძალიან მეგობრობდით და იმას მეუბნებოდა ბიჭო როგორ არ მიცნობდით ერთმანეთსო როგორ აი ჩვენ თემურ ქორიძე ხო თემურ ქორიძე ხო გითქვა ნოდარის ხო და ის ყოველდღე ლაპარაკი სახში ვნახე კომიტეტის თავმჯდომარე იყო ყველაფერი კაცო ეს წიგნი და რაზე თქვა ბატონო თემო უარი 5 ოთახიან ბინაზე დღეს რომ 9 მილიონზე მეტი ღირს 9 მილიონზე და ესენი კიდე ვისთან არ არიან შეყურები და ვინ არ არის რომელი ინსტიტუტი იტალიის პრემიერ-მინისტრი ნაქირავი ბინაში ცხოვრობს ასე იგი გერმანიის პრემიერ-მინისტრი რომ იყო ის ქალბატონი დაბრუნდა 3 ოთახიან ბინაში ცხოვრობს ნებისმიერ გამგებელს ნებისმიერ გუბერნატორს ნებისმიერ მინისტრს ადჯერ მეტი აქვს დღეს ვიდრე ვთქვათ იტალიის პრემიერ-მინისტრს გერმანიის ყოფილ იმას და ამას ესე იგი უყურებთ ჩვენ ჩვეულებრივ ამბად არშოლას თვალებით არ შეიძლება დაუშვებელია ბატონო თემო აი ეს აუცილებლად მინდოდა იმიტომ რომ ყოველად ეს გუშინ კიდევ ვიმეორე რაც ვნახეთ დღეს კიდე ახალი დაჭერეს სერიები წავიდა ხო ეს მინდა 1-2 სიტყვით კიდე ესა თქვა თქვენ კარგად ეთით ჩემი პოზიცია ნაციონალებთან და მათთან დაახლოებულ ასე თქვა ჯგუფი განაყოფებთან იმიტომ რომ პოლიტიკური ფსიქოლოგიით ესენი აბსოლუტურად მიუღებელი ხალხია ესენი ვერასოდეს ვერ გამოიყვანენ ქვეყანას იმიდან
კრიზისი გამორიცხულია როგორც თუმცა თავიანთი სეგმენტი უნდა კონდეს მაგრამ მათ მიმართ ჩატარებული ეს რეპრესიები რაც მიმდინარეობს ეს არის ყოველად დაუშვებელი ყოველად ამორალური როგორც ასეთი არაფერში კანონზომიერებაში რო არანაირი სამართალი და რომელი რუსთაველზე და იმაზე ვლაპარაკობ დღეს ეს გვარამიაც გაუშვეს უშიკიდეს ადამიანი რომელმაც ისტორიული სიტყვა თქვა სინათლის საძიებლად უსასრულო წვდიაჩი გავიდა გაეშურა ანუ გვირაბში აი იმაში რა ბნელ გვირაბში შეუყო ადამიანი რომ თავისი ძალებით საკუთარი იქნებ აი სინათლე იხილოს და ქებადიდება პირადად მას უდიდესი ჩემი მხარდაჭერა მათ საერთოდ ვიც უკანონოდ არის დაჭერილი და 99% მან უკანონოდ არის ასე თქვა დაჭერილი მაშინ დაგვიდონ სამხილები სწორედ დადონ გამჭირვალე გახადონ დაგვარწმუნონ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირება რო ქონდა ბიძინა ივანიშვილი მაგათ ინახავდა კარგად არ დაგავიწყდეთ ეს არასოდეს არ დაგავიწყდეთ როგორც ასეთი ამიტომ ყველას მიმართ უნდა იყოს ერთი სტანდარტი ამაღლობელთა ხო საერთოდ კოშმარია მე მაგათ ოჯახს ბატონ თემო არ ვიცი გითხარი თუ არა ეს ადამიანი ვინც ეს არაკაცობა ჩაიდინა და ნაირა გელაშვილმა კიდე კარგად უთხრა სანამ შენ მილიციის უფროსი გახდებოდი მანამდე კაცი და მამაკაცური საწყისი უნდა ქონოდაო ნუ ახლა ამას რო კაცი რო ხალი რო გეტყვის მე თუ მეტეს ახლა კონტინენტიდან უნდა წახვიდე თავრობიდან და ქვეყნიდან კი არა მაგათ ბავშვებიდანვე ვიცხოვდე მაგის ოჯახს კეთილშობილი ოჯახიდან ბატონო თემო ბაბუამისი ბებიამისი ბიძები თითით საჩვენებელი ხალხი გადასარევი მაგრამ semea bezuroboni buvает, როგორც რუსები იტყვიან. ესე იგი, ჩვენ ერთი კარგი წინააღმდება შევთავაზოთ ბოლოში, არის ესეთი რამ, რომ აი ორი კაცი ვზივარ ჩვენ აგერ დამოუკიდებლობის აქცია ხელის მომწერნი და ვამბობ, ჩვენ ასეთ საქართველოსთვის არ ბრძოლია ხელი არ მოგიწერია. არც ერთი კაცი ამას მეათეს ვერ წარმოიდგენს. პასუხისმგებლობა ვეკისრება ყველაფერი იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და მე მოუწოდებ ჩვენს კოლეგებს არა მარტო იმ პირველი პარლამენტს, სადაც ბუზენაია საბჭოს, არამედ სხვა პარლამენტების წევრებს. თუნდაც კონსტიტუციაზე ვინც ხელი მოაწერა. ნუ ხართ წყნარად და მშვიდად ნუ ვართ, იმიტომ რომ დღეს დუმილი ღალატის თოლფასია და ყველანი მოღალატეები ხვდებით, როცა დუმ ვართ ამ იმას. მე დღეს დარწმუნებული ვარ ჩვენ ამაზე ადრეც გქონია საუბარი, შევერთებით იმაში, რომ თქვენ გინდათ რომ გაიგოთ რა კორუფცია ქვეყანაში. აი ორ კაცს ჩვენ მოგვეცით საშუალება, ჩვენ შევადგენთ გარკვეულ ჯგუფს და ნებისმიერ ქალაქის მერიაში მოგვეცით საშუალება ერთი კვირა შევიდეთ და გაჩვენებთ მე თბილისის მერიაში რა კორუფცია. თქვენ ხო გინდათ ხო ლაპარაკობთ იმას რომ დასაჭერი უნდა დავიჭიროთ მე ჩვენ გაჩვენებთ თქვენ ვინ არის დასაჭერი ანალოგიურს ვეუბნებოდით ჩვენ ერთად მიხეილ სააკაშვილს თქვენ თუ გინდათ გაჩვენოთ რომ აი ვინ არის დასაჭერი მოგვეცით მან ვერ გაბედა და ვერ მოგცა გაბედეთ თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ თუ ბიძინა ივანიშვილს და ყველას მოგმართავთ გაბედეთ თქვენ და აი ხო ვამბობთ ამას და ჩათვალეთ ტრაბახად და თქვით აბატონო აგერ არის თბილისის მერია შედით თქვენ და ნახეთ შეამოწმეთ მე გეუბნები თქვენ თმა ხალხზე დაუდგება ქვეყანას თქვენ თუ გინდათ მე ვარ ის პიროვნება და ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის მიმართავ მე ხილების მუზეუმის პრეზენტაცია გავაკეთეთ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში 2010 წელს მეტრო რუსთაველთან სადაც გამოვიტანეთ ვის რა სახლი ქონდა ის სახლები მონაგონია რაც დღევანდელ მინისტრებს მონაგონი ამიტომ მე მართალი უნდა ვიყო საკუთარ თავთან დასაჭერი დაიჭირეთ მაგრამ დაიჭირეთ თქვენს რიგებშიც მე ბედნიერი ვიქნები რომ ნახო ერთხელ რომ სხვა გუნდებში რო ერძებ თქვენ ვინმეს დაიჭირეთ მე გეუბნები თქვენ რომ თემურ შაშიაშვილს ვერაფერს ვერ მოუძებნით სხვანაირად ვიცხოვრეთ ჩვენ მაგრამ ის და ბევრმა მათ შორის მე არა ვარ მარტო ერთი და უამრავი იყო ასეთი და აღარ არის პიროვნება კომიტეტის თავმჯდომარე იყო იქ და დღეს ხო ვიცი როგორ ცხოვრობს და როგორ არის აი ხანდახან 5 და 10 ლარი გვიჭირს რომ რაღაცი ტელევიზიას თუ ვინმეს რომ მივეხმაროთ აი ამიტომ დაიჭირეთ თქვენს რიგებში თუ გინდა თქვენ დაჭერა მაშინ დაგიჯერებთ მე რომ იმ პოლიციელის თვის ჯოხის დამწყმელი სწორად დაიჭირეთ მაშინ როდესაც პარლამენტში რომ იგინებიან ილანძღებიან ერთმანეთს უთხრამენ ხელს იმათაც რომ დაიჭერთ თუ თქვენ გინდათ ეს და ყველაზე მთავარი წინადადება არის ის რაც გითხარით რომ სადაც გინდათ მოგვეცით ერთი კვირა და მოგვეცით საშუალება რომ შევიდეთ და შევამოწმოთ პროფესიონალთა გუნდმა და მე ვიკამათოთ და მე ვნახოთ ვინ არის დასაჭერი ხელისუფლებაში დღეს ვინც ხართ 90%-ს ისეთი დანაშაულებები აქვს ჩადენილი იმდენი ქურდობები იმდენი მოპარული აქვს ხალხისთვის ეს არის კატასტროფა არსენა იყო ძლიერი იმიტომ
რომ იგი მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა. უბედურება არის დღეს ის, რომ თქვენ ღარიბს ართმევთ და მდიდრდებით. ეს არის კატასტროფა ყველაფერი შეცვალეთ. ნაციონალურმა მოძრაობამ, იქეთ მოკავშირმა, იქეთ აღორძინებამ, აქეთ კიდე დღევანდელმა ხელისუფლებებმა. ხელისუფლებები იჭერენ. დრო ისტორია ასამართლებს, დრო ასამართლებს, დრო ყველა ხელისუფლებას გაასამართლებს დრო. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ცოცხალი 20-30 წლის მერე იქნება 40 წლის 50 წლის მერე გასამართლება და ეს მასალები რომ დაიდება რამ დაგეშათ იმაზე რომ კაცის დაჭერა ამთავარი. ვიყოთ რა სიყვარულით ერთმანეთის მიმართ ხალხო. რუსთაველის ქვეყანაში კაცის დაჭერა არის მთავარი. ვის დასაჭერია თქვენს რიგებში დაიჭირეთ. მე გეუბნებით ბატონო ბიძინა, ბევრი რამისთვის თქვენ ხართ დასაჭერი. რაც გიკეთებიათ ადრე და ძალიან კარგად ვიცი ბევრი რამ. და დასაჭერია ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც თქვა თქვენს გვერდითაა, მაგრამ როდესაც მეცნიერთა კონგრესის იდეოლოგია გაიმარჯვებს, ჩვენთვის დაჭერა კი არ იქნება მთავარი. აი ამ პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა იქნება მთავარი და ხალხი უკვე მიხვდება იმას, რომ თქვენ რა უბედურებები მოუტანეთ მოკავშირმაც, ნაცმოძრაობამაც, ოცნებამაც რა უბედურებები მოუტანეთ ამ ქვეყანას, მაგრამ თუ ხალხი ვერ მოინდომებს, ჩვენ არ მიგვიშვებთ. ანუ იმ ხალხს იმ კონცეფციით, რომელიც აქვს მეცნიერთა კონგრესს, თქვენ არ მიუშვებთ ხელისუფლებაში. ხალხმა უნდა მოინდომოს, თუ გვინდა ჩვენ ქვეყანა გაიმართოს და გაიმართოს წელში ერთხელ და საბოლოოდ. ერთხელ უნდა მოვიდეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება იმ პრინციპებით, როგორიც მეცნიერებს აქვს შემუშავებული. ეს არ უნდა იყოს პარტიული გუნდი, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური პარლამენტი, ეს უნდა იყოს პროფესიონალთა პარლამენტი, პიროვნებათა პარლამენტი, ეს უნდა იყოს კეთილსაქმის კეთებელთა პარლამენტი და ეს უნდა იყოს ნიჭის ძალაუფლებაზე აგებული პარლამენტი. აი რისთვის ოცნებობთ ჩვენ, რისთვის მოვაწერეთ ხელი იმaks და რა გვინდა რომ გაკეთდეს. თქვენ 2 წუთი და ამით დავამთავრებთ. რა ვიცი, მე მინდა კიდე აი ამ ღრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამ უკუღმართებს, ხელი აიღეთ აი ამ დანაშაულ ქმედებებზე. იმ ბავშვების მიმართ სამართლიანად მოიქეთით, მაგარ ჯანმრთელობას ასე თქვა გაუფრთხილდით, კონსტიტუცია შეასრულეთ როგორც ასეთი. თუ გინდათ 47 იმის მუხლი რო შეცვალეთ, ვითომ თქვენ არ მიიღეთ ეს 47 მუხლი რო არის კონსტიტუციაში დღეს რო ცვლით, თუ გინდა გამოდით, შეცვალეთ ეს არჩევნებში გამოდით ამეგიდით და მაშინ კი ბატონო, გინდა ორბანთან ჩადით, გინდა ჩრდილოეთ კორეაში ჩადით, გინდა პუტინთან ჩადით და გინდა თეირანში და ახლა თქვენს მაგერად მე მეშინია ახლა იქ ისრაელმა ეს რო დაბომბა. გაიგეთ ხო ახლა რაც მოხდა? ახლა მე ესეთი დებილებიც არ ახართ. კი ხართ დებილები, მაგრამ ისეთებიც არ ახართ, აი ამის გამოვლენება რო ვერ დაინახოთ. რას ნიშნავს ეს ამ რეგიონში? ახლა პირველი პირი რო ჩადეს იმაზე გასვენებაზე და სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელსო რო ლაპარაკობენ და იმ კაცს იმ დელეგაციის ირანის ხელმძღვანელი ექსტრემის რო კლავენ 3-4 საათში. ბიჭო, ცოცხლ როგორ გძინავთ საერთოდ? და როგორ დადიხართ აქ და ამ ტრიაძე როგორ ლაპარაკობდა ამერიკა რო ამბობთ რომ ეს თავრობა არის ყველაზე ანტიამერიკული. კანონში არის საერთოდ როგორ არ გეშენიათ ამისი? თან იმ დაბომბვის შემდეგ. მეტი ახლა რა უნდა გითხრათ, ახლა ვერ გავიგე. წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. გაურთხებდეთ ბავშვებს. ამის გამგებები თქვენ რო არ ახართ კარგად ვიცით და ეს ერთ კაცზე რო არის ჩამოკიდებული და ესეც აბსოლუტურად გაუნათლებელი კაცი, აბსოლუტურად აი რაზეც ლაპარაკობს, წარმოდგენაც რო არა აქვს ელემენტარულად. არც დასა რა არის ისრაელი, როგორ არის, სად არის, როგორ არის და ამის განხილვა რო არ ხდება ბატონო თემო და ამაზე საერთო ეროვნული კონცეპტუალური პოზიციები რო არ არის ჩამოყალიბებული. ეს არის დანაშაული, მე არ ვიცი, რისი რა დროს იმ დაჭერა არის და ვიღაც მანდატურები რო დაძდევენ და რო იჭერენ რა საერთო. მინდა მშვიდობა უსურო ამ ხალხს პოლიტპატიმრებისგან თავისუფლება მათ უდანაშაულო ადამიანებს, იმ ზეამაღლობელს და ყველას და მე ვისურვებდი, რომ თანხმობის იდეა, რომელიც მერაბ კოსტავა შეეწირა ფაქტიურად და რომელიც უმაღლესი პოსტულატია, ეს განსხეულდება და განსხეულდება იმ სახით, რომელიც ამ ერის წიაღში არის ჩადებული მეცნიერებაში, კულტურის მოსაკებში და სამოქალაქო ცნობიერებაში. აი ამის ჩვენ ორივენი უერთდებით გურამ ქართველიშვილის იმ გამონათქვამს, რომ ქვეყანა სული უნდა მართავდეს და არა ფული. და ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ
ფულის უფლება უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ნიჭის ზალა უფლება უნდა იყოს. პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. რაც უფრო მეტი იქნება ადამიანი, ვინც ამას ყველაფერს იზიარებს, მით უფრო ძლიერი იქნება საქართველოს ხვალ. ეცე ახლა მიეცით კეისრისა და ღმერთისა ეს სწორედ უნდა იქნას გაგებული და არა ისე როგორც თქვენ გინდათ ღმერთს არაფერი და ყველაფერი კეისარს ეს არის დანაშაული და ეკლესია ვალდებულია ელემენტარულად ვალდებულია რომ ეს აუხსნას თუნდაც დაინტერესებულ თუ დაუინტერესებულ ადამიანს მაგრამ ამის ცოდნა არც თქვენ არ გაგაცნიათ საუბედუროდ რა მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ იმედიანად ვიყოთ არის მეცნიერთა კონგრესი არის ძალიან კარგი კონცეფცია და სექტემბრიდან საზოგადოებრივი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას თქვენ ნახავთ უნიკალურ ადამიანებს და მაშინ მიხვდებით რომ რა ხალხი ყავს ამ ქვეყანას და რეალურად ვინ არიან ხელისუფლებაში მაგრად ვიყოთ კარგად ზანდებოდეთ